Yani დაბრუნდა პირდაპირ ეთერში საქართველოს ოსკარზე გიორგი ოვაშვილის სიმინდის კუნძული წარადგენს. არაერთი საერთაშორისო პრიზის მქონე თინათინ ყაჯრიშვილის პატარძლებს ლევან კოღუაშვილის შემთხვევით პაემნებსა და გიორგი ოვაშვილის სიმინდის კუნძულ შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე გაკეთდა. კანდიდატ ფილმებს შორის იყო მარიამ ქაცარავას ზღვარზე, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა წარუდგინა სპეციალურ კომისიას შემადგენლობაში სხვებთან ერთად მერაბ კოკოჩაშვილი, კოტე ჯანდიერი, ლანა ღოღობერიძე, მიხეილ კობახიძე, ვლადიმერ კაჭარავა, ნანა ჯანელიძე, ნანა ექვთიმიშვილი და რუსუდან ჭყონიაციყვნენ. დაასახელებს თუ არა ამერიკის კინოაკადემია რჩეულთა შორის ქართულ გვარსაც ოქტომბერში გაირკვევა სიმინდის კუნძული და მისი წარმატების მორიგი შანსი დეტალები მარიამ ყანჩაველის რეპორტაჟში. საუკეთესო უცხოენოვან ნომინაციაში მოხვედრის შანსი საქართველოს პატარა კუნძულს მისცა, რომელიც ფილმში სიცოცხლის, სიყვარულისა თუ თანაგრძნობის სიმბოლოდ იქცა. რეჟისორისთვის კი ეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ფონზე განვითარებული ადამიანისა და ბუნების ბრძოლა და ჰარმონიული თანაცხოვრების მცდელობაა. ნუგზარ შეტეძისა და გიორგი ოვაშვილის ერთობლივი იდეის კინოვერსიამ მსოფლიო პრემიერაზევე გრან-პრი მოიპოვა. კარლო ვივარის საერთაშორისო კინოფესტივალის ბროლის გლობუსის მფლობელი ფილმი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე საქართველოს წარადგენს. ეს იყო სასიამოვნო სიურპრიზი ჩემთვის. ეს ინფორმაცია მივიღე ამ დილით ჩემი გერმანელი პროდიუსერისაგან, როდესაც ქვეყანა უკვე წარადგენს შენს ფილმს, როგორც თავის ფილმს, ასე ვთქვათ. ეს თავისთავად მნიშვნელობას მატებს ჩემს ნამუშევარს და ამით ძალიან ვამაყობ და ძალიან სასიამოვნოა. აზერაზრის ვერ წარმოვიდგენთ. ძალიან გამახარდა, მაგრამ ზოგადად არ შემიძლია ეს ემოციების გამოხატვა სხვების თანდასწრებით. ყიბულის წყალსაცავზე ვიყავდით, თავიდან ცოტა გამჭირდა და შემდეგ მივეჩვი. ვარიმის პირველი კინოსახის შესაფასებლად გადაწყვეტილება 11 კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის გზით მიიღო. არჩევანი 4 ფილმს შორის გაკეთდა და საუკეთესოთა შორის ხარისხის, იდეის, საფესტივალო ცხოვრებისა და რამდენიმე მთავარი ნიშნით შეირჩა. ერთი რამ მახარებს, რომ მართლაც ქართული კინო ადგას ერთ ადგილზე ვითარდება. ძალიან საინტერესო კუთხით იყო რამოდენიმე ფილმი გადაღებული, იგივე რომ მუსიკაც, ოპერატორების მუშაობაც, თვითონ ხარისხიც. ეს ფილმი მართლა ძალიან საინტერესოა. ეს კუნძული მე უბრალოდ გამიკვირდა კიდევაც, აი ესეთი ხედვა რეჟისორის, ასეთი ზუსტი, აი ასე დანახვა. აი ბუნება და ადამიანი თან შერწყმული ერთმანეთთან და თან დაპირისპირებული, იმიტომ მე მაინც აი ბუნება ბედის წერასავით ატყდება თავზე ადამიანს, რაღაცა ესეთი მუდმივი თემაა და აი ეს რომ არის გაკეთებული ახალგაზრდა რეჟისორის მიერ და მართლა ნამდვილი რეჟისორული ხედვა ძალიან კაფიო და ზუსტი. ჩვენთვის ეს ღირებულების მატარებელი არის, იმიტომ რომ არის არაჩვენებად საინტერესო აზროვნების თვალსაზრისით და კინოხერხების თვალსაზრისით, თხრობის თვალსაზრისით ოვაშვილის ფილმი. ნახოთ ეხლა მსოფლიო მაყურებელი როგორ მიიღებს ამას. ჩვენ ამ ფილმს დაუჭირეთ მხარი. ურთულესი ფილმია და ძალიან უჩვეულო ფილმია დღევანდელი ქართული კინოსთვის, რაღაც დიდი ეპიური სუნთქვა, ბიბლიური ისტორია და ძალიან დამაფიქრებელი და ფილოსოფიური სათქმელი. სიმინდის კუნძული ოსკარის უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში დასახელებული ერთადერთი ქართული ფილმი არაა. ამავე ნომინაციაში ოსკარზე კიდევ ერთი ქართული გვარია. ზაზა ურუშეთის ქართულ-ესტონური კოპროდუქცია მანდარინები ამერიკის კინოაკადემიას ესტონეთმა 3 სექტემბერს წარუდგინა. მოხდება თუ არა ორი ქართული სახელი მსოფლიოს სახელებს შორის ოქტომბერში გახდება ცნობილი.